გამარჯობათ ხალხო, მოგესალმებით. დამოუკიდებლობის დღე 26 მაისი. ასე ახტაცებით რომ აღნიშნავთ საქართველოში ამ დღეს, ამ დამოუკიდებლობის დღეს. ძალიან მაინტერესებს ადამიანები და ქვეყნები, რომლებიც ცხოვრობთ იმ ქვეყნებში, სადაც გონია რომ ის ქვეყანა დამოუკიდებელი არის. არის კი რომელიმე ქვეყანა დამოუკიდებელი? აი ინდივიდის დონეზე რომ დავიყვანოთ რა, საუბრები მქონდა რა მეგობრებთან და არ ვიცი ახლა ზოგი შეჯერდა ჩემ აზრზე, ზოგი ვერ შეჯერდა, მაგრამ ჩემი აზრით ადამიანის და თვითონ ქვეყნის დამოუკიდებლობა ეგეთი მცნება არის გამოგონებული რა. დამოუკიდებელი 100%-იანი სრულფასოვნად არც ერთი ქვეყანა არ არის. ყველა რომელიღაცა ქვეყნის ინტერესს ატარებს, ყველა ქვეყანა რომელიღაცა ქვეყნის ინტერესებს არ აზიანებს და უფრთხილდება, მაგალითად პირობითად ამერიკა თუნდაც ჩინეთის ავიღოთ, თუნდაც რუსეთი ავიღოთ, სხვადასხვა ამერიკის ინტერესები, ყველა სხვადასხვა გავლენები აქვს ქვეყანაში და 100%-იანი სრულფასოვანი დამოუკიდებელი ქვეყანა არ არსებობს. აი ყველაზე რომ აღარ ვილაპარაკოთ და კონკრეტულად საქართველოზე რომ გადმოვიდეთ, საქართველო ხო საერთოდ 100%-ით ყველა აი ნებისმიერ საერთოზე არის დამოკიდებული. ყველა დირექტივაზე არის დამოკიდებული. ვინ რა სიტყვის იმაზე არის დამოკიდებული. რუსეთზეც, ამერიკაზეც, ევროპაზეც, ისრაელზეც, აბსოლუტურად ყველა ქვეყანაზე არის დამოკიდებული და ვინ რას გადმოუგდებს და ვინ რა დავალებას მისცემს, იმას რავი, ისე ასრულებენ როგორც დაგიბარებია რა. ხო და აი ეს ფარსი ზოგადად აი 26 მაისი ჯერ უკვე რაღა ფორმით აღინიშნება, რომ საერთოდ თქვათ, რომ არც ტექნიკა აღარ გამოყავთ ვაფშე, ან ხო შეიძლება კაცო რამე ადრე ბავშვობაში მახსოვს, ტანკები მაინც გამოყავდათ, რაღაცა ბეტერები, კობრები და რაღაცა და წყობში ჩამოივლიდნენ და ეხლა საერთოდ აი 26 მაისის დღე, რა ვიცი, აი იმ დღეს პოსტი დავწერე მეთქი რომ ბარემ მეთქი თუ მასია ფილარმონიაში ხო არ ჯობია რომ გავაკეთოთ მეთქი აი ეს 26 მაისი კაცო აღარც გზები გადაიკეტება, არაფერი, აღარც ხალხი არ არის იმდენი რომ ამ 26 მაისს რავი დაესწროს, გაუხარდეს რაღაცა და ვიღაცებისთვის არის ჩვეულებრივი დღე რა, ანალოგიურად ჩემთვისაც რაღაცა სასწაული განსაკუთრებული დღე მანდ არაფერი არ არის რა. არ ვიცი, მე პროსტა ვერ ხვდები ცნება, რომელიც მოიცავს დამოუკიდებლობას, რომელი ქვეყნის პრაქტიკაზე მოქმედებს ეს დამოუკიდებლობა, რომელიც არის 100%-ით დამოუკიდებელი ქვეყანა, აი რასაც მინდა იმას ვაკეთებ რა. ვერც ერთი ვერ აკეთებს რა. რუსეთი რო რუსეთი არის, ბირთვული რაკეტა რო გაუშვას უკრაინისკენ, რაღაცეები უნდა გაითვალისწინოს, ამერიკის ინტერესი უნდა ყველას ინტერესი უნდა გაითვალისწინოს, რომ აი თუ მოხერხდა შეჯერება იმაზე, რომ всё ბირთვული რაკეტა უნდა ვესროლო ახლა მე უკრაინას, რა თქმა უნდა დიდი ქვეყნები არიან ამაში ჩართულები, შეთანხმებულები, მოლაპარაკებულები და კი ბატონო გლიჩი. და თუ კი ხარ დამოუკიდებელი ქვეყანა ან პიროვნება, ხო? ანუ საერთოდ არავის არ ეკითხები და ეგეთი არაფერი არ არსებობს რა ხალხო რა. დამოუკიდებელი ადამიანიც კი არ არსებობს სოფლიოში. არიძემ ყველა ვიღაცაზე არის დამოკიდებული და ყველა ვიღაცის რაღაცას ვითვალისწინებთ. ოჯახი, ძმა და ცოლი, შვილი და ასე შემდეგ რა. დამოუკიდებელი ადამიანები არიან საგიჟეთში. აი ეს მინდოდა რომ მეთქვა რა და ანუ კი ბატონო რაღაცა ხარისხი რო გაგაჩნია სუვერენიტეტის და ცოტა მყარად რო დგახარ, ну კი ბატონო შეგიძლია თქვა რომ
რაღაცა დონეზე მაქვს დამოუკიდებლობა, მაგრამ 100%-ით რამეში ვარ დამოუკიდებელი და რასაც მინდა იმას გავაკეთებ, ეგეთი არაფერი არსებობს დღევანდელ დედამიწაზე რა. რავი, აი, რა ვიცი. აბა თქვენ რას ფიქრობთ?